სალაპარაკო მაქვს შენთან და იმისათვის დაგიბარე. ადამიანის ცოდვებს ღვთის რისხვა მოსდევს. აკი არც აკლია განსაცდელი კაცთა მოდგმას. გიყვარდეთ მტერნი თქვენი და სიკეთეს აუყოფდეთ მოძულეთა თქვენთა. რომელი საწყაულით მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ. ყველაფერი ღვთისგან არის. ბოსტანი უნდა იმარგლებოდესო, რომ აგიხირებია. ეგ სატანისგან არის. ბოროტების დათრგუნვა განგიზრახავს, მაგრამ იგი ბოროტებითვე ვერ დაითრგუნება. თუ ბოროტებას ძალადობით სპობ, მის ადგილზე ისევე და რამდენიმე ახალი ბოროტება აღმოცენდება ხოლმე. შენ ამას ვერ ხედავ, ან არ გსურს დაინახო. არ არსებობს მიზანი, რომლისთვისაც იმდენი ცოდვის ჩადენა იყოს გამართლებული, რამდენიც შენ იტვირთ. ვერც იმას ვიფიქრებ, თითქოს შენი ნამოქმედ არის არა გესმოდეს რა. ზვამბას სახით ბოროტება კი დათრგუნე, მაგრამ მისმა საცოდავმა შვილებმა ბისრა დაუშავეს. ხაშურში ყანდურს მიუვარდით. საკუთარ თონეში მისავე დამქაშებს ბურღულ ღერღილი დაამარხვინეთ. ვითომ სასაცილოა ეს? არ არის ეს სასაცილო. ყანდურმა დასტურიძე თონეში დაახრჩო და თქვენ გადაგაბრალათ. რომელი ერთი მოვთვალო შენი ნამოქმედარი და ცოდვები. ძიგუას დუქანში ყაჩაღებს რომ კუთვნილი არ მიუზღე, რაც მერე მოხდა გაგონილი გექნება ალბათ. საცოდავი გოგო, რამდენიმე თვის მერე ძმამ ტყეში იპოვა, რთხმელის ძირში მჯდომარე მომკვდარიყო. მოკვდავი ხარ და ასეთი ცხოვრების უფლება შენთვის არავის მოუცია. არა მოვედ მოფენად მშვიდობის არამედ מחვილისა. ამისი უფლება მხოლოდ მესიებს აქვთ. მხოლოდ მესიებს. და ისიც მაშინ, თუ საამისოდ ვითარება არის მომწიფებული. დიდი ცოდვები გაწევს დათა დიდი და მრავალრიცხოვანი. მაგრამ ვიდრე ჩემს მთავარ სათქმელს გეტყოდე, მინდა გავერკვე. საიდან შემოგიარა სატანა. რა გზითა და ხვრელით შემოაღწია შენ სულში. როგორ განდევნა შენში მადლი სიკეთისა. მითხარი, რატომ შეადი ამას? გაუგებარია? ფრიად. თქვენთვისაც გაუგებარია, ბაბა? იცი ეგმე, მარა რა იცი? რისთვისაც აკეთებს ამას ეს? რისთვის? არ შეუძლია სხვაგვარა და იმისათვის. ეგ ლაპარაკი არ გამოდგება. სხვაფრივ რომ არ შეუძლიან, ეგ მიზეზია. მე მიზანს ვკითხულობ. თუმცა ისიც მაინტერესებს სხვაფრივ რატომ არ შეუძლია. როგორ გასწავლიდი, ბაბა, შენ? სანამ იტყოდე რამეს, სანამ გადადგამდე ნაბის, იფიქრე, თუ გამოადგება ის შენს ერს, მამოს, მოყვას თქვა. ასე ვასწავლიდი, შვილო. ასე ვასწავლიდა მამა ჩვენი ჩვენ და ჩვენი მოდგმის ყველა მამა თავის შვილებს. მიზეზიც არის ნათქვამი და მიზანიც. სხვა მიზეზი და სხვა მიზანი არ მქონია არასდროს მე. მარტო ქადაგება ვეღარაფერს ხდება, ხედავთ ამას თქვენს. წაიბილწა ერი. ძალაა საჭირო. ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმარო და არასდროს. ეშმაკეულ არს და ცდის. არ ამგონია სადასე იყოს, როგორც დედაეფე მებრძანებს, მაგრამ ერთი რამეა საეჭვო. რასაც შენ აკეთებ, ბოროტების დასადრგუნად აკეთებ ვითომ და არ გამოდის ეს. ხომ მიხვდი, რასაც გელაპარაკები. ერთი რომ იყო, 5 ბოროტება ამოვიდა იმ ადგილზე და უფრო გაიხსნა ერიზნეობა. არ არის სხვა გზა და საშველი. ყველაფერი ნასინჯია უკვე. არის. სად როგორ და რაშია?
ქართველ ხალხს ყოლია კაცები, რომელთაც საჭიროებამ ძალმომრეობა დააკისრა და თავის ცოდვების მოუნანიებლად დაიხოცნენ. ხალხმა დაივიწყა ისინი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რას მირჩევ დედოფალ? უნიჭობაზე საშიში ნიჭიერება, რომელსაც მაღალი ზნეობა და ღვთისმოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს. ერისკაცობა აღარ შეიძლება შენი. უნდა აღიკვეცო. ბერად. ამას მე მოგიხერხებ. რუსეთის ერთ-ერთ ეკლესიაში სხვაგვარით მიგიღებენ. ამჟამად შენ არ იცი რა უნდა აკეთო და ვერც გაიგებ, სანამ საკუთარ სულში არ ჩაღრმავდები. სანამ ახალი შთაბეჭდილებებისა და ცოდნის ნაკადი არ შემოიჭრება შენს გონებაში. მონასტერი, ლოცვა, მონანიება, ფიქრი, ჭეშმარიტების ძიება და მიქნება. სხვა გზა არ აქვს. ეთილი დედო. ვიფიქრებ მაგაზე. დადა თუთაშხია. არასოდეს. როდის მიხვდი დედაო მაგას? სანამ ურჩევდი მანამდე ვიცოდი. რატომ გაეუბნებოდი? ვალი მოვიხადე. ვალი ღვთის წინაშე და ვალი თვით დათას წინაშე. მოკლავ